მოგესალმებით, მინდა შემოგთავაზოთ დღეს ესეთი ნეიროგრაფიკა სურვილის ასრულებაზე, რადგან ჩვენ უკვე შევდივართ და გვეწყო დეკემბერი და ეს არის არაჩვეულებრივი პერიოდი სურვილების ასრულების დრო დადგა და მოდით ჩვენც გავაკეთოთ ნეიროგრაფიკა, სადაც ჩავიფიქრებთ სურვილს და შემდეგ უკვე ალგორითმს გავაკეთებთ მისი ასრულებისთვის. ნუ აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ სურვილი აგვისრულდეს, ხო, ელემენტარულად რო ავიღოთ, საჭირო არის რომ ჩვენ სულს უნდოდეს, მოდით ესე ჩამოვწერ პატარაზე, აქ. ჩვენი სულის ძალიან დიდი სურვილი, ხო, ეს სურვილი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ გვინდა ეს და ეს უნდა იყოს აი როგორ თქვა, პლუსში, ბევრი პლუსი უნდა გქონდეს 100%-იანად უნდა გვინდოდეს და ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ეს სურვილი ასრულდეს. აქ მეორე კომპონენტი არის ტვინი, ჩვენი გონება იგივე, რომელმაც უნდა გააკეთოს ანალიზი. ანუ რა უნდა გავაკეთო, რა უნდა მოვიმოქმედო იმისთვის, რომ ჩემი სურვილი შესრულდეს და მივაღწიო ჩემს მიზანს. შემდეგი კომპონენტი არის სხეული. ნუ ჩვენ ვიცით ახლა, რომ ჩვენ გვაქვს სურვილების ჩაფიქრების ტექნიკა ეს და ამას ვიძლევით, მაგრამ ეს არ არის ჯადოსნური, ხო? ეს ჯადოსნურია თავისთავად, იმიტომ რომ აუცილებლად ახდება და აუცილებლად იმუშავებს ეს ალგორითმი, მაგრამ კომპონენტები არის მასში შემავალი, ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული და აი სხეულმა უნდა იმოქმედოს, გარკვეული რაღაცა მოქმედებები უნდა შევასრულო მე იმისთვის, რომ წინ წავიგდო საქმე და მივიდე ჩემ მიზნამდე, ხო? ამიტომ აქ ჩავწეროთ, რომ ეს არის მოქმედება და ასევე მეოთხე ეს არის დამკვირვებელი. დამკვირვებელი. ანუ თქვენ უნდა გახდეთ დამკვირვებელი, უნდა დაინახოთ გარკვეული ნიშნები. თქვენი ინტუიცია შეიძლება ეს იყოს. და ასე შემდეგ, თუ აი რას ნიშნავს დამკვირვებელი, ამაზე უკვე თვითონ ალგორითმის ხატვის პროცესში ვისაუბრებ მეგობრებო. და მოდით დავიწყოთ ხატვა. იცით რომ ხატვის დაწყებამდე აუცილებლად თემას ვწერთ 2 წუთში. კონკრეტული ერთი სურვილი აიღეთ, მის გარშემო დაწერეთ 20 სიტყვა. ესე იგი, პირველი რასაც ვაკეთებთ არის თემის აქტივაცია და შემდეგ უკვე ვიწყებთ ხატვას და აქ ჩვენ მე პატარა ფურცელზე ვაკეთებ ამ ალგორითმს, ამ ალგორითმს ქვია პეპელა და მოდით მოძებნეთ აქ თქვენი სურვილი, რა ადგილას არის და რა მხევა შეიძლება იყოს. და დავიწყებ აქ მე ვნახავ ახლა ჩემ ადგილს, სადაც არის ჩემი სურვილი. და წრის სახით ავნიშნავ მას. აქ დავხატოთ გონება. სადღაც დავხატოთ სხეული. და სადღაც დავხატოთ დამკვირვებელი. და მაშინაც ვუკეთებთ წრეებს ნეიროგრაფირებას. ერთი ასოთი აღნიშნავ, ეს არის სული, ეს არის ტვინი, გონება, ანუ ეს არის სხეული და ეს არის დამკვირვებელი. და იმისთვის, რომ ჩვენი სურვილი ასრულდეს, ბუნებრივია, რომ უნდა მოხდეს ამ 4 კომპონენტის განთლიანება და ნახეთ, აღნიშნე წერა, რომ აუცილებელია, რომ თქვათ იყოს აქ დიდი სურვილი და აუცილებელია, რომ იყოს გონება ჩართული, გააანალიზოს, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თქვათ ეს სურვილი იყოს სისრულეში მოყვანილი და ამიტომ მოდით ახლა ჩვენ შევეცადოთ, რომ დავაკავშიროთ ესენი ერთმანეთთან, აი ყველანაირად. რაღაცები გადაიკვეთა, რაც ძალიან კარგია თქვათ. ანუ ჩემი სურვილი
ესე იგი აქ მე ჩავიფიქრე რომ მყავდეს ბევრი გამომწერი და ჩემი კონტენტი იყოს განვითარებული და ბევრი მოწონება მქონდეს, სხვათა შორის შეგახსენებთ, შეგიძლიათ დამისვათ ახლა მოწონება აქაც და გაავრცელოთ ჩემი ვიდეო. დავუბრუნდეთ, მოკლედ რას ვაკეთებ მე როგორც დამკვირვებელი იმისთვის, რომ ჩემი სურვილი იყოს შესრულებული, ხო? და მიზნამდე მივიდე. დამკვირვებელი ეძებს ნიშნებს, ანუ აკვირდება ყველაფერს ნიშანს, რასაც მაძლევს სამყარო. მე შეიძლება აქ ჩავთვალო, როგორც აი კონტენტის განვითარებისთვის რაღაცა ვიდეოებს ვნახულობ, ვეძებ, ხო, რა უნდა გავაკეთო, რაზე უნდა გადავიღო, თქვათ, რა ტიპის ვიდეოებზე უნდა ვიმუშაო და ნამდვილად აი ვზივარ და ვწერ ვიდეოებს და ვცდილობ, რომ ყოველდღიურად რაღაცა გავაკეთო ჩემი კონტენტის განვითარებისთვის, თქვათ, შევქმნა რაღაც მოვძებნო საინტერესო ალგორითმები და ჩაგიწეროთ ამაზე ვიდეო, თქვათ, ხო? და ასე შემდეგ. ეს არის დამკვირვებელი, ანუ როცა შენ ნიშნებს ნახულობ, როცა ეძებ, თქვათ, შენი სურვილის განვითარებისთვის, ანუ მოინიშნავ შენთვის, რომ აი რაღაცა შემხვდა, აჰა, ეს დამეხმარება მე რამ ჩემი მიზნის მიღწევამდე და სურვილის შესრულებაში. ტვინის ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ანალიზი, ხო? ანუ მე ვაანალიზებ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩემი სურვილი ასრულდეს და აქეთ არის სხეული. სხეულმა აუცილებლად უნდა გარკვეული მოქმედებები განახორციელოს, ხო, იგივე ჩაწერა ასე შემდეგ. და ახლა მე ვხედავ, რომ ცოტა ჩემი სხეული და სურვილი ცოტა დაშორდნენ ერთმანეთთან, ისე ახლოს არ არიან. ხო? ანუ შეიძლება მაქვს მე რაღაცა სურვილი, მაგრამ რეალურ ქმედებაში რაღაცა ცოტა აცდენილი ვარ ჩემს სურვილს, ამიტომ მოდით დავუშვათ ხაზები, რომლითაც მე დავაკავშირებ აი ამ კომპონენტებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გავაძლიერებ, თქვათ, ამით მათ შორის კავშირს თქვათ, ჩემი როგორც დამკვირვებლის წრე, ხო, შორს დადგა ჩემი გონებისგან. ანუ ცოტა გამოიკვეთა, რომ თქვათ, ანალიზის მომენტში დიდ ანალიზს არ ვაკეთებ იმისას, რასაც ვაკვირდები. ანუ შეიძლება რაღაცა ნიშნები მომდის მე, მაგრამ როგორც ესეთი ანალიზით თავს არ ვიწუხებ. ამიტომ მოდი მე ამათ ცოტა გავაერთიანებ, იმიტომ რომ ეს თვლი რომ საჭიროა. არ შეიძლება შეგვწოს რაღაცა ვიდეო კონტენტის განვითარებაზე და დიდად მას ყურადღება არ მივაქციო, არ გამოვიყენო, ხო? და მოდით ახლა მე დავაკავშირებ ჩემს ასე როგორც დამკვირვებლის პოზიციას ჩემს სხეულთან, ანუ მოქმედებასთან და გავაკეთებთ აუცილებლად ახლა კუთხეების მომკვალებას, რომ ჩვენმა გონებამ არ აღიქვას ეს კვეთრი გადაკვეთები გარკვეულ კონფლიქტად. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ სულ მალე 15 დეკემბერს იწყება ძალიან ჯადოსნური არაჩვეულებრივი მარათონი, რომელსაც ფაქტიურად ყოველ წელს აკეთებს ვალენტინა ბარბაქაძე და ჩვენ გვაქვს ესეთი კოლაბორაცია, გაერთიანებულები ვართ და ჩართული ვარ მეც ამ მარათონში, არა მხოლოდ როგორც მონაწილე, რომელიც ძალიან კარგ შედეგებს იღებს ყოველ წელს მარათონში მონაწილეობით, არამედ ასევე ჩართული ვარ აქ როგორც სპეციალისტი და ძალიან მაგარ მუშა ალგორითმებს მოგცემთ მეც, გარდა იმისა, რომ თავად ვალენტინა გვაძლევს არაჩვეულებრივ ტექნიკებს და წელს იქნება განახლებული, კიდევ დაამატებს ახალ ტექნიკებს და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო შედეგი, აი გუშინ ჩემმა მეგობარმა გამახარა თავისი ამბით და მითხრა, რომ აი შენი აფირმაციები და შენი ნეიროგრაფიკა ძალიან დამეხმარა ამ მიზნის მიღწევაში, რა სურვილის ასრულებაში და ამიხსნა კიდევაც როგორ დაეხმარა, იმიტომ რომ მობილიზება მოვახდინეო გონებისო და მე სულ ამას აღვნიშნავ, რომ ნეიროგრაფიკა ეს არის
მობილიზება კონცენტრაცია ჩვენს სურვილზე ნეიროგრაფიკა გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ძალიან კარგი ტექნიკა არის და მოკლედ რა თქმა უნდა ვარ გახარებული და მეცხრიცაზე რომ ესეთი კარგი შედეგებია ნეიროგრაფიკით. ხო და აი მინდა თქვენც მოგიწვიოთ ამ არაჩვეულებრივ მარათონზე, რომელიც 15-ში იწყება. ადგილები სხვათა შორის შეზღუდულია, იმიტომ რომ იქ ისეთი ტექნიკებია, რომ ყველას უნდა დაეთმოს დრო, ყველა მონაწილეს და იქნება ასევე როგორც შეხვედრები, ასევე იქნება ჩანაწერებიც. და მოკლედ ყველას გეპატიჟებით, რომ 2026 წელს ჩვენი სურვილები ყველა ახდეს. ახლა კი დაუბრუნდეთ, ნახეთ ჩვენს ნეიროგრაფიკას სურვილის ასრულებაზე. ეს ერთ-ერთი ალგორითმი გახლავთ. მარათონზე კიდევ სხვა ალგორითმებს მოგცემთ, ძალიან საინტერესოს. და აი ნახეთ, ახლა მოვახდინეთ ყველა გადაკვეთის ადგილის მომგვალება. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი და როგორც ნახეთ, მე გადავედი scale marker-ზე, იმიტომ რომ იმდენ სხვადასხვა რომ გათავდა ჩემი ტუში. მაგრამ ნახეთ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჩემი სურვილი ცოტა არის პატარა და მაინც შორს არის ჩემი სხეულისგან, ხო? გამთლიანება ხდება მხოლოდ ხაზებით და თან ნახეთ რას დააკვირდით რეფლექსიებს, ანუ თვითონ ხატვის პროცესში შეიძლება წამოვიდეს ესეთი მომენტი, რომ გაფართოვდეს ჩემი სურვილი, ხო? ანუ ჩავთვალო, რომ რაღაცა პატარა წრით მოვნიშნე. მე თუ ჩავიფიქრე ახლა აქ კონტენტი იყოს გაფართოებული, ეს ჩემი წრი არის საკმაოდ პატარა ამისთვის, ხო? ამიტომ მოდით ჩვენ ახლა შუაში გვაქვს ამის შესაძლებლობა, გავაფართოვოთ ჩვენი სურვილი და შევეცადოთ, რომ ეს გაფართოება და მუშაობთ ჩვენ, ხო? ესე უბრალოდ არ ხდება, მუშაობთ, ფიქრობთ ამაზე, ჩვენი გონება ფიქრობს და მოვახდინოთ გარკვეული გაფართოება, ხო? ჩვენი სურვილის წრის. აი ასე. ეს არის ჩემი სურვილის წრე და მოდით კიდე გავაფართოვებ და ნახავ როგორ ვიკავშირდები მე ახლა უკვე დანარჩენ კომპონენტებს, როცა გავფართოვდი ჩემი სურვილით. აქ შეიძლება იყოს რა პატარა რადგან იყოს, შეიძლება სითამამე მაკლია როგორც კონტენტ კრეატორს და უფრო მეტი ვიდეოები მაქვს ჩასაწერი, რაღაცა უფრო ვთქვათ მეტად უნდა გამოვჩდე, შეიძლება ესეც იყოს, რაც მე დიდად არ მიყვარს სხვათა შორის ეკრანზე გამოჩენა. საუბრობენ, მე მიყვარს უფრო ვიწრო წრეში ურთიერთობა ადამიანებთან, ანუ პირისპირ, ანუ შეიძლება ონლაინ იყოს, მაგრამ როცა პირისპირ ვეკონტაქტები ადამიანებს, ეს მიყვარს და ცოტა არ მიყვარს ესე უბრალოდ ვიდეოების გადაღება და ჩაწერა. სადაც კონკრეტულად მივჩანვარ და არა ვთქვათ ჩემი საქმიანობა. მაგრამ როგორც იცით, საჭიროა ეს მომენტიც და აი შეიძლება ესეც მაქვს აქ დასამუშავებელი და გასაფართოვებელი, რომ მეტი ვიდეო მაქვს ალბათ ჩასაწერი და ეს ალბათ ნორმალურიც არის, ადამიანები როცა ხედავენ გარკვეული ნდობის მომენტიც უჩნდებათ, როცა იციან ფიზიკურად როგორ გამოიყურებენ. თან დააკვირდით ხატვის პროცესში, რომელიმე კომპონენტს კიდევ ხომ არ სჭირდება გაფართოება თქვენი აზრით, ხო? აი აქ ახლა ჩანს, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემს ანალიზს, ჩემს ტვინს და გონების წრეს სჭირდება, რომ გაფართოვდეს და მინდა, რომ დაუკავშირდეს სხეულს მისი ქმედებები. რომ ანუ ჩემი ანალიზი მოქმედებებში გადაიზარდოს და ამიტომ მოდით მე მასაც გავაფართოვებ და აი კარგად გამიფართოვდა ახლა ისე რომ შევეხე ჩემს სურვილსაც, ანუ კიდევ უფრო გავააქტიურებ ახლა ანალიზს სურვილის მიმართ. ეს ცოტა ხანში გადავალთ უკვე
არქეტიპირებაზე, ანუ ფერის შემოტანაზე. ფერი თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ როგორც ფანქრებით, ასევე შეგიძლიათ შემოიტანოთ ტექსტის ამომყვანებით. ანუ მე ვიცი რომ ეხლა მუშაობენ ავტორის მითითებით, ეხლა მუშაობა მიდის ფერზე ტექსტის ამომყვანებით ძირითადად, მაგრამ ადრე იყო ფანქრით ხდებოდა ეს ყველაფერი და მე გადავიდა უკვე ტექსტის ამომყვანზე. ნუ აქ თავისი გარკვეული ტექნიკური მომენტები რატო გააკეთა ეს ავტორმა, მაგრამ რადგანაც ეს არის შემოქმედებითი პროცესი და ჩვენ მაინც თავისუფლად ვდგებით, ანუ ძირითად პრინციპებს ვიცავთ ჩვენ, მაგრამ მაინც შემოქმედებითი პროცესია და აქ მთავარი არის, ესეც ავტორის მითითება, სხვათა შორის მთავარი არის მხატვარი, ანუ თქვენ, ვინც ასრულებს ამ ნეიროალგორითმს. ამიტომ მოდით დღეს ფერით გავაკეთოთ ჩვენი გამთლიანება და კიდევ ერთხელ დააკვირდით, შესაძლოა თქვენ გჭირდებათ დამკვირვებლის ფუნქციის გაფართოება და მისვლა, თქვათ, ქმედებამდე, სხეულამდე და ან გონებამდე, აი მე რაღაცა ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ესეც მინდა, რომ ცოტა დავაკავშირო უფრო მეტად და მოდით დამკვირვებლის ფუნქციას გავზდი, ანუ ამ წრეს. მე ცოტა მომიწევს, რომ კარგად გავზარდო. ასე გავცდი საზღვრებს, მაგრამ ნახატში არა აქვს დიდი მნიშვნელობა ამას, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ სივრცეშიც გადის, ხო? ანუ ეხლა ამ შემთხვევაში გამოვიდა ეს, რომ ჩემი დამკვირვებლის პოზიცია სურვილთან მიმართებაში გაცდა კიდევაც და გავიდა სივრცეში. ესე იგი, უფრო მეტად ვიქნები, უფრო კარგად დავაკვირდები და რა თქმა უნდა, ამასაც ვკეთებ ნეიროგრაფირებას. ვამგვალებთ გადაკვეთის ადგილებს, რაც წარმოიშვა ახალი, უცებ. თქვენ არ იჩქაროთ, მეგობრებო, მე ვცდილობ, რომ ავაჩქარო ვიდეო, სწრაფად ვისაუბრო, სწრაფად დავხატო, რადგანაც არ დაგღალოთ, თქვათ, გრძელი ვიდეოთი და იყოს საინტერესო საყურებელი ეს ვიდეო თქვენთვის. მე მგონია, რომ ინფორმაციასაც კარგად ასწრებთ, რომ გაიგოთ ამ ვიდეოებიდან და თუ დაგაკლდათ, თქვათ, და თუ უფრო მეტი გინდათ, რომ გაიგოთ და გინდათ, რომ ჩემთან ერთადაც დახატოთ, შეხვედრებს ვატარებ, დღესაც მაქვს ერთი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს ვებინარი პარტნიორულ ურთიერთობებზე და უნდა ყოფილიყო ერთი დღიანი, მაგრამ რაღაცა მოითხოვა ვებინარმა, რომ გაგრძელებულიყო და დღეს გვაქვს მეორე შეხვედრა ამ ვებინარის ფარგლებში. და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ასევე მე მაქვს Telegram არხი, სადაც თავისუფალ წვდომაში მაქვს ბევრი ალგორითმი მოცემული, იქთან ხსნი როგორი ხატება სწორად ნეიროხაზები და რა დანიშნულება აქვს, თქვათ, ფიგურებს, ფერს და ასე შემდეგ. ასე შეგიძლიათ იქაც შემომიერთდეთ. ფერის შემოტანასთან დაკავშირებით. ახლა თქვენ შეგიძლიათ წრეები გამოყოთ, შეგიძლიათ ნაკადებად გაუშვათ ფერი. აქ არ ახართ შეზღუდული, მაგრამ რადგან მე ვაკეთებ ახლა სურვილზე, მინდა რომ ჩემი სურვილი გამოყო ფერით და ზოგადად წრეებს გამოყოფ ალბათ ამ ნახატში. ეხლა შეგვიძლია დავამატოთ სამყაროსეული ძირითადი ხაზები, ანუ ენერგია სამყაროსგან და მოდით გავაკეთოთ რამოდენიმე ეს
ხაზი, ცოტა სქელი გვინდა. შეგიძლიათ გადაატაროთ უკვე არსებულზე და შეგიძლიათ ახალიც დააავლოთ. ფიქსაციის ფიგურა შეგვიძლია გამოვყოთ აქ და მოდით ეს იყოს ჩვენი სურვილი, როგორც მნიშვნელოვანი ყველაზე. და ვაქცევთ ეს ფიქსაციის ფიგურა და მეტად გამოვყოთ. გესურვებთ თქვენი სურვილების ასრულებას, მეგობრებო.